შენ თუ ახლა ვიდეოს უყურებ და ეს ვიდეო თუ შენს ფორიოზეა. თითქოს სასწორის პინცას დევ შენი სამართლიანობა თუ უსამართლობა რაღაც საკითხებიდან გამომდინარე, რომელშიც ვერ გარკვეულხარ რა მოხდება. ფონი, რომელიც შენთან არის და შენს ენერგიებში არის, თითქოს ვერ გამორკვეულხარ, როგორ წარმართავ. და მოცემულობაში აი გრძნობები ცალსე ხარ, სადაც ვერანაირად ვერ ლახავ მოცემულობას. და ამავდროულად თითქოს მაინც იმ გაურკვეველ შიხში ხარ, რომელშიც ხარ. არა რომ კარგად გამოვიდეს კომუნიკაციაზე და დაგველაპარაკოს ჩვენ შეკითხვებზე. აუცილებელია რომ ის მუდმივად გავწმინდოთ. ხო, გრძნობებით ახსავსე, სადაც წარსულში დატოვე ვიღაც სადაც გაურკვევლობებით მოცემულობაში აკვირდების სიტუაცია, ну წარსულში კი არის ეს მოცემულობაში და ყოველდღიურობაში, მაგრამ აი წარსულში დატოვე, იმიტომ რომ აი სტოპ ძაბვა გააკეთე, რომ ის შენ თუ ეგრე მოიქცევი, მე არ ვიქნები შენთან რაღაცა ეგრე გადაწყვეტე, რომ მოქცევდი ადამიანს, манипуლირებ მისით, манипуლირებ შენით, რაღაცა ერთმანეთს სიყვარულზე კომუნიკაციაში გინდათ გასვლა, სტაბილურობა გწყურიოთ, მაგრამ აი რაღაცნაირად მაინც ვერ კონცენტრირდებით კომუნიკაციაზე. აი პრობლემა რაშია თქვენი? იცით, რომ აი მუდმივად აი სამართალს ეძებთ, მაგრამ სამართალს ეძებთ გარეთ, აი შიგნით არის ყურები თქვენს თავში. იცით, აი ყოველთვის სამართალი გონია, რომ აი არის სადღაც აი არ არის ეგრე, სამართალი არის შენში, შენიდან იწყება სამართლიანობის აღდგენა, სიყვარულიც არის თქვენ შორის, არის რაღაც მიზერული ქმედებები პატარა მისგან, მაგრამ არ გაკმაყოფილებთ ის მოქმედება, რაღაცნაირად ჩარჩოებში აქცევს თავის ქმედებებს, ამიტომ ვერ კონცენტრირდებით საქმეზე ბოლომდე. манипуლირებთ ერთმანეთის, მაგრამ ერთმანეთის ბედისწერაში დამოდიხართ დასტის ბოლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან მალე კომუნიკაცია გექნებათ, დამანგრეველი იქნება ეს დაშორება თქვენთვის და მარტივი არ იქნება, მაგრამ გადალახვადი და რაღაცა ახალი ეტაპის დამტოვი არჩევანის გაქვთ უმეტესობას, რაღაცა როგორ მოიქცეთ და ეს არჩევანი არ არის მარტო ის, რომ შეხვედრა გინდათ შეხვედრა და შეყვარებულობა იქნება ამ არჩევანის შემდეგ და ეს არჩევანი მოგიტან ძალიან დიდ თავისუფლებას და გაიმარჯვებს სიყვარული, რომელშიც ერთმანეთის მიმართ ძალიან დიდი გრძნობა გაკავშირებთ. მე კი შეგახსენებთ, რომ YouTube-ზე გავაკეთე პოდკასტი და არ ვიცი, ყველა ვიდეოში მაგას ვიძახი, რომ დამასაპორტეთ და თქვენი კომენტარები აუცილებლად მნიშვნელოვანია ახლა ჩემთვის და თქვენი დასაბსქრაიბების ხილაკი თუ რა თქმა უნდა ხართ YouTube-ზე და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენი აზრი, ამიტომ გთხოვთ. უბრალოდ მხარდაჭერა მჭირდება თქვენი ჩემს ახალ დაწყებულ საქმეში. გადმოდით პოდკასტი 31 ასე მიწერია YouTube-ზე და მონძებნეთ და დამიწერეთ თქვენი უკავშირები. მადლობა ყურადღებისთვის.